ევროკომისია საქართველოს აღიარებს უალტერნატივო სტრატეგიულ დერეფნად, რომელიც ევროკავშირის ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. ევროკომისიის 2026 წლის მეტაკვლევის დოკუმენტში შუა დერეფნის განვითარების პრიორიტეტები დეტალურადაა გაწერილი. კვლევაში ნათქვამია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დასახელებულია სტრატეგიულ პრიორიტეტად ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების ფარგლებში და აქცენტი კეთდება მის სრულ ინტეგრაციაზე სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებთან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პორტი, რომელიც ჩინური კონსორციუმის მიერ შენდება, გახდება შავი ზღვის რეგიონის უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძი და მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო ვაჭრობაში. ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ კაბელზე, რომელიც ფლაგმანური პროექტის სახელით არის შეფასებული და ნათქვამია, რომ ის პირდაპირ აკავშირებს საქართველოს რუმინეთთან. კვლევის მიხედვით პროექტი, რომელიც ენერგეტიკულ და ციფრულ ინფრასტრუქტურას აერთიანებს, საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად აქცევს. საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა. იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები 151 მილიონი დოლარით შეავსო და ჯამში 6.3 მილიარდი დოლარს მიაღწია. იანვრის მონაცემებით მთლიან რეზერვებში ოქროს წილი 18%-ს აღემატება ოქროს ფასის ცვლილების შედეგად მონეტარული ოქროს ღირებულება მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 2.3 ჯერ 653 მილიონი დოლარით გაიზარდა. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია და მისი გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზეა ორიენტირებული, მით უმეტეს თუ ამის შესაძლებლობას ბაზარი იძლევა. ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წელს ადგილობრივ ბაზარზე მასშტაბურ სახაზინო ობლიგაციების აუქციონს ჩაატარებს, როგორც ფინანსთა მინისტრმა ბიზნეს პარტნიორთან განაცხადა. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ბაზარზე ყოველკვირეულად ხდება, თუმცა შედარებით მცირე მასშტაბებით. ლაშა ხუციშვილის თქმით, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული კაპიტალის ბაზრისა და ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდებით დაინტერესება მაღალია. მშენებლობა ისევ ძვირდება. დეკემბერში ინდექსი წლიურად 5.2%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა წლის დეკემბერთან შედარებით 6.3%-ით, არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი კი 8.8%-ით გაიზარდა. მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა ანაზღაურების 24%-იანი მატებით, ასევე სხვა ხარჯების კატეგორიაში წლიურად მატება 4%-ია. გასული კვირის ბოლოს ბაზარზე კვერცხის ფასი შემცირდა. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები კოდა, დილა, კუმისი და სავანეთი კვერცხის ფასს 5%-ით ამცირებენ და ეს გადაწყვეტილება პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით მიიღეს, რომელიც საცურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან დაკავშირებით. პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა შესაძლებელია იყოს წლის განმავლობაში და ეს დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება, ვკითხულობთ განცხადებაში. კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა რითეილ სექტორთან ფასდამატების შემცირების მიმართულებით გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე.